სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო. მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს გაგახაროთ, დაგლოცო და გაგაზლიეროთ ღმერთმა. კითხვა შემოვიდა ასეთი, ესე იგი, ერთი და იგივე ღმერთია ყველა რელიგიაში? მეგობრებო, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ესე იგი, პაოლე მოციქულის გაფრთხილებაა, ასე ვთქვათ, მოციქული კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეში 10:20 წერს პირდაპირ. არამედ რასაცა ზვარაკობენ წარმართნი ეშმაკნა ზვარაკობენ და არა ღმერთსა. ხოლო მე არა მნებავს თქვენი ზიარებაი ეშმაკთა თანა. ესე იგი აქ ის ხსნის ხო რომ ესე იგი თაყვანისცემის ობიექტი, ასე ვთქვათ, განსაზღვრავს რელიგიის არსს. ეხლა ჩვენ ესე იგი მართლმადიდებლები ვართ, ერთადერთი ჭეშმარიტი ესე იგი სარწმუნოებაა, ხო? და მართლმადიდებლობა ამბობს, მეგობრებო, რომ ღმერთი მართლაც ერთია, ხო? მაგრამ ყველა ასე ვთქვათ რელიგია მას სწორად არ იცნობს, ასე ვთქვათ, მოდი დავარქვათ. ანუ ცდარი წარმოდგენაა ღმერთზე ადამიანს აშორებს ჭეშმარიტებას, ხო? ცდარი წარმოდგენა ღმერთზე ადამიანს აშორებს ჭეშმარიტებას. ესე იგი, ნახეთ, დღეს მეგობრებო, ხშირად გვესმის ერთი და იგივე სიტყვა, ხო? ყველა რელიგიას ერთი და იგივე ღმერთი ყავს. მაგრამ ასე ვთქვათ, მართლმადიდებლური სწავლება ასე მარტივად არ უყურებს ამ საკითხს, ხო? კიდევ ერთხელ პავლე მოციქული წერს, რასაც წარმართნი სწირავენ, ეშმაკებს სწირავენ და არა ღმერთს. არ მინდა რომ ეშმაკთა თანაზიარნი იყოთ, ხო? ნახეთ, თუმცა არსებობს ანუ ეგრეთ წოდებული ღმერთნი ცაში და მიწაზე. ჩვენთვის კი ერთი ღმერთია, მამა, რომლისაგან არის ყოველივე. 1 კორინთელთა 8:5. ანუ ღმერთის ღვთის სახელის გამოყენება არ ნიშნავს, რომ საუბარია ჭეშმარიტ სამების ღმერთზე. ეხლა რას გვასწავლის ჩვენ უფალი? ქრისტემ თქვა, მეგობრებო, ხო, გახსოვთ, ხო, გსმენიათ, რომ თქმულა გიყვარდეს მოყვასი შენი და მოიძულე მტერი შენი, ხოლო მე გეუბნებით თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენი, ხო, მათე 5:43-44. ესე იგი, აქ რას ბრძანებს უფალი ჩვენი, ხო, განკაცებული იესო ქრისტე, ხო? ესე იგი, ძე ღვთისა. ესე იგი, აქ ჩანს, მეგობრებო, განსხვავება, ხო? ანუ ერთ რელიგიურ ცნობიერებაში შეიძლება არსებობდეს ღმერთი, რომელიც მხოლოდ თავის ხალხს იცავს და სხვას ჯის. მაგრამ ქრისტე გვიცხადებს ღმერთს, ასე ვთქვათ, ხო, რომელიც არის სიყვარული, ხო? სიყვარულია და გვიბრძანებს მტრების სიყვარულსაც კი. ეხლა რატომ არის ეს განსხვავება, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი? ყოველი რელიგია ქმნის ღმერთის გარკვეულ ხატებს. ესე იგი, თუ ღმერთი მკაცრია და ასე ვთქვათ, შურის მაძიებელია, ადამიანიც ასეთივე ხდება. თუ ღმერთი მხოლოდ კანონია, ადამიანი ცივი კანონიერებით, ესე ვთქვათ, ცხოვრობს, ხო? თუ ღმერთი სიყვარულია, ადამიანი სიყვარულისკენ ისწრაფებს, ხო? წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, 1 იოანე 4:8, ღმერთი სიყვარულია. ეს არის ქრისტიანული გამოცხადების, თუ გნებავთ, ცენტრი, გული. ესე იგი, აი მამა ირინეოსი წერს, რომ წმინდა მამა ირინეოს ლეონელი წერს, რომ ვინც არ აღიარებს ქრისტეს, როგორც ღმერთს, ის ვერ იცნობს მამას სრულად. იუსტინე ამბობს, რომ ჭეშმარიტი ღმერთი სრულად გამოიცხადა მხოლოდ ქრისტეში.
ეხლა სხვა ადამიანებს ხალხებში შეიძლება იყოს ჭეშმარიტების ეს თქვა ნაპერწკალი, მაგრამ არა სისავსეთ, გესმით? გრიგოლ ნაზიაზელი ამბობს, არა ყოველი ვინც ღმერთზე საუბრობს, ჭეშმარიტ ღმერთს იცნობს. ნუ ეს ძალიან მოკლედ მეგობრებო, იმიტომ რომ ესე ვთქვათ მთხოვეს და ანუ პატარა ესე დასვასავით, ნახეთ, ღმერთი ერთია ბუნებით, მაგრამ ადამიანების წარმოდგენები ღმერთზე განსხვავებულია და სხვადასხვა არის, ხო? ქრისტიანობაში ღმერთი არის წმინდა სამება, მამა, ძე, სული წმინდა. ქრისტე არის სრული გამოცხადება ღვთისა, ხო, ღმერთისა. ამიტომ მართლმადიდებლობა ვერ ითქვის, რომ ყველა რელიგიას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს. იმ გაგებით თითქოს ყველა თანაბრად გამოხატავს ჭეშმარიტებას. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ერთი უფალია, ერთი სარწმუნოება, ერთი ნათლობა. ეფესელთა 4:5. ღმერთმა დაგვოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ესე იგი ჩვენ ვიცით რომ მურშაბათიდან იწყება მძიმე მარხვა და კიდევ ერთხელ მოვემზადოთ მეგობრებო, ჩემ თავს ვეუბნები პირველ რიგში ამას და ესე იგი მოვიშოროთ ასე ვთქვათ ყველა ეს სიამოვნებები, გართობები და ასე შემდეგ ვიმარხულოთ ისე როგორც ანუ ღმერთს შევთხოვოთ რომ მოგცეს ძალა, რომ ვიმარხულოთ და მინდა ეს გითხრათ რომ ყველაზე დიდებული რაც არის ხო დავრჩეთ ერთგული ქრისტეს მიმართ, მისი ცნებების მიმართ და გვიყვარდეს უფალი იესო ქრისტე მთელი ჩვენი გონებით და მთელი ჩვენი სულით და გულით. ხო. აბა გაიხარეთ, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით, რაღაცა ვირუსი შემოთქვა და მაგრამ ღვთის წყალობით გაივლის. აბა რას იზამს. აბა გაიხარეთ და დიდი მადლობა.